მოგესალმებით მეგობრებო. ესაა ბილაივის ახალი YouTube გადაცემის ცოცხალი კედელის პირველი ეპიზოდი. 6 მონაწილე ერთმანეთს სპორტის ცოდნაში შეეჯიბრება. გამარჯვებული კი 500 ლარს მიიღებს. სანამ წესებს ახსნით, დღევანდელ მონაწილეებს გავეცნოთ. ესენი არიან დიტო, შაკო, ცოტნე, გიორგი, ლაშა და იორამი. როგორ ხართ მეგობრებო? კარგად. ჩვენივე. ხო ხართ მოგების განწყობაზე? რა თქმა უნდა. წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი გადავიდეთ წესების ახსნაზე, რომელიც ძალიან მარტივია. სულ თამაშობს 6 მოთამაშე. გადაცემა შედგება 5 რაუნდისგან. მთავარი წესია დაასწრო მოწინააღმდეგეს სწორი პასუხის გაცემა და რაუნდის ბოლოს არ დარჩე მარტო. თითოეულ რაუნდში საჭიროა გარკვეული რაოდენობის სწორი პასუხები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მაგალითად, პირველ და მეორე რაუნდში 1 სწორი პასუხი, მესამეში 2, მეოთხეში 3, ხოლო ფინალურ რაუნდში, სადაც 2 მონაწილე დარჩება, მოიგებს ის, ვინც პირველი უპასუხებს 5 შეკითხვას. თქვენი გასაგებია ხო ყველაფერი? ასაგებია სულთურად. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი წარმდგენია ბეთლაივი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. თუ მზად ხართ, შეგვიძლია დავიწყოთ. დავსტარტი. შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში საჭიროა 1 სწორი პასუხი. ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერაა ნამყოფი და 3-ივე წაგებული აქვს. ატლეტიკო. ლაშა სწორია. ვინ არის ერთადერთი არაამერიკელი, რომელიც რეგულარული სეზონის დირკ ნოვიცკი. MVP 3-ჯერ გახდა? ნეში. იოკიჩი. იოკიჩი სწორია. ვისი სიტყვებია? მე არ მჭირდება ჯილდო იმის გასაგებად, რომ საუკეთესო ვარ. იბრა. სწორია. რომელ გუნდს გაუტანა ლევანდოვსკიმ 5 გოლი 9 ვოლსბურგის სწორია. მეგობრებო, ეხა ერთ-ერთი ვარდებით სამწუხაროდ. რომელ ქალაქშია UEFA სათაო ოფისი, შტაბ-ბინა? ბაზელი. ლოზანა? არა, ნიონი იყოს. სწორი პასუხი. NBA-ის რომელი გუნდის ლოგოზე შეგვიძლია ნოტის დანახვა? იუტა ჯაზი. მეგობრებო, ძალიან ერთად იყო თავიდან არის. ინგლისის გარდა ესა ერთადერთი ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ოქროს медаლი აქვს მოპოვებული. ესპანეთი? სწორია, ესპანეთი და ცოტნე გადავიდა შემდეგ ეტაპზე. იო, მადლობა პირველ რიგში მონაწილეობისთვის და შენი აზრით ვინ მოიგებს? მადლობა ბილაივის. ზოგადად პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შაკო გახდება გამარჯვებული. აი, გადაცემა როგორ მოგეწონა? ძალიან მომწონს და ზოგადად იყურებთ, გულშემატკივრობთ ყველა ფორმატში. სანამ გავაგზავნებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენია ბეთლაივი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. მეგობრებო, მეორე ტური, აქაც 1 სწორი პასუხია საჭირო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. რომელია ერთადერთი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც 2026 წლის მუნდიალზე პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა? ტუნისი. ტუნისი სწორია. სწორედ ამ ქვეყანას ყავს ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა 1-ში. გერმანია. ინგლისი. ინგლისი სწორია. რომელი ქვეყნის რაგბის ნაკრების ზედმეტსახელია პუმები? არგენტინა. დიტო იყო პირველი. უილტ ჩემბერლენის შემდეგ სწორედ მას აქვს ერთ თამაში ყველაზე მეტი ქულა ჩაგდებული. კობი ბრაიანტს. ისა ბუკერი. არა, ბემადებაიო იყო ცოტა. ადება ეხლა ხარ ეხლა. აი მე ჩემი მაიამი ჰიტის ფანობა არ გაიშვა. სადაურია ლეგენდარული MMA-ის მებრძოლი ჟორჟ სენტ-პიერი. კანადელი. კანადელი სწორია და ულოცავთ იორამს. ლაშ მადლობა პირველ რიგში. შენი აზრით ჯერ როგორ მოგეწონა თამაში და შენი აზრით ძალიან აზარტულია თამაში. მადლობა თქვენ დაბადებისთვის. ხო, ვინ მოიგებს ახლა ცოტა რთულია, მაგრამ ნახოთ, აი ორი კანდიდატი ვყავს. აი ცოტრეზე ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ ბოლომდე გავიდეს. ნახოთ, და შაკოც ძლიერი მოთამაშე. მეგობრებო, მესამე რაუნდია. ამჯერად ცოტა ცვლილება, ამჯერად 2 სწორი პასუხი გჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ყურადღებთ. რა იყო პირველი შეკითხვის პასუხი? ატლეტიკო. ოჩახ. ეს მართლა იყო? კაი რა, ოჩახ. უცნაურია, მაგრამ ამ ქალ ჩოგბურთელს კარიერაში ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული და ისიც ამერიკის ღია პირველობა. ბენუს უილიამსი? არ გაიგოს ეგ. გაუფი? შარაპოვა. არა, ემარა დუკანო იყო. რომელ ქალაქში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე? კიოლნი. კიოლნი სწორია და შაკო გადავიდა შემდეგ ეტაპზე. რომელ კლუბში დაასრულა კარიერა რონალდინიომ? ფლამინგო? პარანენსე? ფლუმინენსე იყო ამჯერად სწორი პასუხი. F1-ის რომელი ტრასა გახდა აირტონ სენასთვის საერთოდ? მონაკო. იმალა სწორია, ერთი სწორი პასუხი ცოტნეს.
2018 წლის მუნდიალი საფრანგეთმა მოიგო. ვინ მოიპოვა ბრინჯაოს medali? ხორვატია. ბელგია. ოჩახ, ცოტნე გადავიდა შემდეგ ეტაპზე. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა არმან ცარუკიანი. ახალციხე. კასპი. ახალქალაქი. ახალქალაქი სწორია. მესის შემდეგ სწორედ ამ სამხრეთ ამერიკელს აქვს ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული ლა ლიგაში. განიაულში. სწორია და 1-1-ია მეგობრებო. ყველაზე მეტი ლელო საქართველოს ნაკრების მაისურით მას გაუტანა. აკაკი ტაბუცაძე. ოჩახ, და შენ გადახვედი შემდეგ ეტაპზე. იორა, მადლობა პირველ რიგში მონაწილეობისთვის. როგორ მოგეწონა ჯერ გითხარ? ძალიან ბევრ ადრენალინს ვზნობ ეხაც და თემები რომელსაც ძალიან მარტივად წესით გამომდინარე იქიდან რომ ძალიან კარგი თამაში იყო და კონკურენტები შესანიშნავი რა. შენი აზრით ამ სამეულიდან ვინ მოიგებს? სავარაუდოდ მოიგებს ცოტნე. აი, მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ. სანამ გავაგრძელებთ, გამოიწერეთ ბილაევის YouTube არხი, რათა არ გამოგჩეთ სხვადასხვა საინტერესო ვიდეოები. მეგობრებო, ამ რაუნდში საჭიროა 3 სწორი პასუხი. ვინ არის ბოლო მოთამაშე, რომელმაც NBA-ში 4 მაგი დუბლი შეასრულა? დევიდ რომინსონი. სწორია. ჯერარდს ფეხი რომ დაუცდა, ვინ გაიტანა ჩელსიდან ეგ გოლი? ბემბა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაზე მეჯერ ისტორიაში ამ ნაკრებს მოუგია ხის კოვზი 6 ერზე. იტალია. შოტლანდია. საფრანგეთი. არა, ინგლისი. სულ 6 ერია და მეც ვეღარ დაგაცდით, ირლანდია. ვის აქვს პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ჰეტ-ტრიკი გადანილი? ალან შირერი. აგუერო. აგვერო სწორია. 1-1-1. რომელმა გუნდმა აირჩია კობი ბრაიანტი დრაფტზე? ჰორნეტ. ჩავოდი დაგასწრო 2-1-1. ვის ეკუთვნის UFC-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი? მასვიდალი. ოჩახ, ცოტნე, გადახვედი შემდეგ ეტაპზე. რა არის გამოსახული Blackburn-ის ლოგოზე? ვარდი. ოჩახ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ ევროპულ ქვეყანასთან 6 ჯერ უთამაშია და 6-ივე მოგებული აქვს. გიბრალტარი. 2-2 და დაძაბულობა პიკს აღწევს მეგობრებო. 26 მარტი ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. ვინ მიიღო ჩვენგან წითელი ბარათი? ლორია. ლორია და შაკო ფინალშია. მადლობა პირველ რიგში მონაწილეობისთვის. როგორ მოგეწონა თამაში? ძალიან მომეწონა, საინტერესო პროექტი არის და იმედი მაქვს კიდე მომეცემა შანსი რომ გამოვიდე. და ფინალში ვის შაკოს. მიეჭა უპირატესობას? წარმატებები. ფინალის დაწყებამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წამდგენია BetLive და ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. მეგობრებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ ფინალში გასვლას. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებისთვის გჭირდებათ 5 სწორი პასუხი. თუ მზად ხართ, დავიწყოთ. სანდრო მამუკელაშვილს NBA-ის რეკორდი ეკუთვნის. ყველაზე მეტი ქულა არასრულ 20 წუთში. რამდენი ქულა ჩააგდავ მამუკს? 23. 34 იყო სწორი პასუხი. ვის ეკუთვნის გატანილი ჯარიმების რეკორდი სერია A-ში? სენშა მიხაილოვიჩი. 1-0. რომელი გუნდი აერთიანებთ იაია ტურეს, მარსელოს, ოლიმპიაკოსი. ოჩახ და მესამე იყო აბიდალი. ეს არის ერთადერთი ნიდერლანდელი, რომელსაც ლა ლიგაში 100 გოლი აქვს გატანილი. პეპაი. ნისტელროი. არა? რუიფი. ზეედორფი. არა, როი მაკაი იყო. რომელ გუნდს აქვს ყველაზე მეტი მარცხი პრემიერ ლიგაში? ბრაიტონი. შეფილდი. ვიგანი. პორსმუთი. პრემიერ ლიგაში თამაშობს. ვულუზი. კრისტალ პალასი. არა, ევერტონი იყო სწორი პასუხი 460 მარცხი აქვს. რომელი ნაკრები გამოეთიშა მუნდიალს 2006 წელს გოლგაუშვებლად? შვეიცარია. 2-1. Red Bull-ის მფლობელობაში რამდენიმე კლუბია? დაასახელეთ მათი ბრაზილიური კლუბი. ფლუმინენსე. გრემიო. ბრაგანტინო არის სწორი პასუხი. დეივიდ ბეკერს პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს გატანილი. ვინაა მეორე? ვორდპრაუსი. რომელ მოთამაშეს აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი 16256 წუთი ნათამაშები? ბუფონი. რონალდო. კასილასი. კასილასი სწორია. რომელი ბრიტანული კლუბის თანამფლობელია რაიან რეინოლდსი? ასტონ ვილა. ჰარტსი. არა, ბრექსემია სწორი პასუხი. ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი, რომელიც სერიაში ჩატარებული მატჩებით საუკეთესო 10-ულშია. ზანეტი. ზანეტი სწორია. ძალიან დაძაბული მატჩია, მეგობრებო, ძალიან თანაბრად მიდიხართ. პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი კლუბი სწორედ მას გაუწურთ. ედი ჰაუ. ამჯერად არა პრემიერ ლიგაში.
მე მგონი მოქმედიც არაა საერთოდ. სემელერ დაისია პასუხი. ვინ გახდა 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი? სნეიდერი. ფორლანი. ფორლანი სწორია. აუ რა და სწორედ მას გადაასწრო რასელ ვესტბრუკმა სამაგი დუბლების ოსკარ რობერტსონი. საერთო ოჩახ. და ფინალი, მეგობრებო, მატჩ პოინტებია ყველა შეკითხვა. 25 მატჩი მწვრთნელის რანგში მუნდიალებზე. ვის ეკუთვნის ეს რეკორდი? სკოლარი. დელბოსკე? რა? დეშამი არ ვიცი. ჰელმუტ შონია, სწორი პასუხი. ბორჯღალოსნების ყველაზე დიდი გამარჯვება 110-0-ია. რომელი ნაკრები დაამარცხეს მათ ნამიბია. ამ ანგარიშით? რუსეთი? გერმანია. რა? ნიდერლანდები. არა, შვეიცარია იყო სწორი პასუხი, მეგობრებო. ბოლო ფინალი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა ფორმულა 1-ში. ჰაკინენი. რაიკონენი. აიკონენი სწორი პასუხია, მეგობრებო. აგიოცა. მოგა კაი თამაში იყო. რა არის? ცოცხალი კედელის პირველი ეპიზოდის გამარჯვებული გახდა შაკო, ცოტნე ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. როგორ შეაფასებდით გადაცემას, მეგობრებო? როგორი ძალიან კაი სიამოვნეთ. გამოვიდა, მე მგონი თამაშით სიამოვნება მივიღე. ძლიერი მეტოქეები მყავდა, მაგრამ მოახერხე, მაინც გამარჯვება და მადლობას ვეუბნები მათაც და თქვენს. ძალიან კარგი თამაში იყო ნამდვილად და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მოსაწონი პროექტია ჩემთვის. მადლობა თქვენ.